მართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი. მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერთვებით. ყოველთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები, თუ ადგილობრივი, თუ საერთაშორისო, ეს პოლიტიკური ჯგუფების მიერ მაინც ან სპეკულაციის საგანი, ან მათთვის სასურველი ფრაზებით, ეს თქვათ, ფრაზებს იყენებენ ხოლმე ამ ანგარიშებიდან. თქვენ გეკითხებით, როგორი არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და როგორია თქვენი დასკვნა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებითაც მათ შორის, იმიტომ რომ თქვენ მოისმინეთ, შეიძლება გესმოდათ ოპოზიციის მხარდამჭერის ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ ეს მოპარული არჩევანი იყო. მოგესალმებით, დიანა, მივესალმები ტელეპიროლის მაყურებელს. დიახ, ჩვენ ახლა სულ ახლახანს დასრულდა ძირითადი შეფასებები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს შეფასებები საკმაოდ კრიტიკულია საერთო ჯამში. მე დავიწყებ ალბათ EUTHOS სადამკვირვებლო მისიის და სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბარს და პირველი რასაც ვიტყვი, ალბათ არის ის, რომ ყველა ის ძირითადი საკითხი, რაზეც ჩვენ საუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში, არის მათი აი ამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წუხილის საგანით და უკვე შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ არჩევნების დღეს ტენდენციებიც ასევე მოხვდა მათ შეფასებებში. ალბათ ყველაზე მეტი კრიტიკა ჩვენ დავინახეთ იმ ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, უპრეცედენტო შემთხვევასთან დაკავშირებით. ვალების ჩამოწერას გულისხმობთ, ხო? ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს და პირდაპირ დასახელდა, რომ ტოვებს ეს ამორჩევლის მოსყიდვის შტაბ-შტილებას ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან და სხვა წარმომადგენლების მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების, რაც სრულ თანხვედრაშია იმასთან, რასაც ჩვენც ვამბობდით, ხომ? ახლა ისინი ცხადი არ არიან იმ პოზიციაში, რომ კლასიფიკაცია მისცენ კონკრეტულ დანაშაულს და ცხადია ეს უნდა გააკეთოს შესაბამისმა სამსახურებმა, მაგრამ ის რომ ამ იმართულებით კანონთან შესაბამისობაში კითხვის ნიშნები ჩნდება და ის რომ ამ საკითხზე ძალიან სერიოზული წუხილები აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ბუნებრივია, მე მგონი უკვე ძალსახად ნათელია, ასევე ისინი საუბრობენ ზეწოლა მუქარის ფაქტებზე, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით, ისინი საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე, ისინი ამბობენ, რომ ამ არჩევნებს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ადმინისტრების თვალსაზრისით უშუალოდ არჩევნების, ანუ ის თუ სხვადასხვა პროცედურები რამდენად თანხვედრაში იყო კანონის მოთხოვნებთან, ამ მიმართულებით ადმინისტრების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არჩევნები იყო კარგად ჩატარებული, მაგრამ ის რა გარემოც ამ არჩევნებს ახლდა თან, ეს არის წინასაარჩევნო გარემო, ეს არის თუნდაც არჩევნების დღის გარემო, ზუსტად ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებით საუბრობენ იმაზე, რომ აი ამ კოორდინატორების და აქტივისტების მობილიზება არ არის პოზიტიური საარჩევნო პროცესისთვის და ეს ამორჩეველზე ზეგავლენის მოხდენად აღიქმება მათი მხრიდანაც. ანუ ეს არის მსგავსი დაკვირვებები და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო ჩვენ არ შეიძლება მუდმივად და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაცრი შეფასებები გაკეთდა და რატომ კეთდება ხო ეს შეფასებები? იმიტომ რომ საქართველოს როგორც ისინი ამბობენ, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა თავისი სამეზობლო რეგიონისგან, სწორედ იმით, რომ გარკვეული დემოკრატიული პროგრესია და დემოკრატიული მონაპოვარი ამ ქვეყანაში შეინიშნებოდა, საქართველოს მოეთხოვება მაღალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები. ხო ჩვენ რასაც დღეს ვხედავთ, პრაქტიკულად ეს შეფასებები მიუთითებს იმაზე, რაზეც ჩვენც ვამბობდით, რომ ეს არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მაღალი სტანდარტით და დემოკრატიული სტანდარტით, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ძალიან სავსებით სამართლიანადაც, რომ ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანებას, ჩვენ ასევე ბუნებრივია ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სტანდარტით უნდა ჩავატაროთ არჩევნები და ზოგადად დემოკრატიული სტანდარტი უნდა იყოს მაღალი. მიხეილ, ეს იყო ოცნების პირობებში ჩატარებული ყველაზე, ესე ვთქვათ, ცუდი არჩევნები, შეიძლება ასე შევაფასოთ. და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ კომენტარს მოვისმენთ, ამიტომ ესეც რომ გავსაზღვროთ ამ ხრივ მე ნამდვილად შევაფასებდი
დიახ, მე ნამდვილად შევაფასებდი როგორც ამ ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებით მეორე ტურს ამ არჩევნებისა, როგორც ყველაზე ცუდ არჩევნებს ალბათ, რაც ჩვენ ვნახეთ, ასეთი მაღალი პოლარიზება ჩვენ აქამდე არ გვინახავს. ამას რა თქმა უნდა ხელი შეუწყო როგორც ხელისუფლებამ და მართლმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამაც და გარკვეული პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეკისრება ოპოზიციასაც, ეკისრება მედიის იმ ნაწილსაც პასუხისმგებლობა, რომელიც თავადაც ჩაერთო ამ პოლარიზების ფერხულში და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ლინზით და სრულიად სხვადასხვა სურათს აჩვენებდა საზოგადოებას, იმის მიხედვით ახლა ტელეიმედს უყურებს ამ მომრჩეველი თუ რუსთავიორს აქვს სრულიად განსხვავებული აღქმა იმისა, რა მოვლენები ხდება ქვეყანაში, მაგრამ ძირითადი და მთავარი წილი პასუხისმგებლობა მაინც ამ ყველაფერზე ცხადია ეკისრება ხელისუფლებას, რომლის ნაბიჯებმაც მათ შორის ხელი შეუწყო ამ პოლარიზებას და ბუნებრივია საბოლოო ჯამში ხელისუფლების დასაწევი არის ეს ტემპერატურა და მათ შორის ახალ პრეზიდენტსაც ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება იმისა, რომ ის იყოს ყველას პრეზიდენტი და მან მოახერხოს საზოგადოების კონსოლიდირება და ეს არის შეუწყოს ხელი სააკაშვილი ნაციონალურ მის მომხრებს მოუწოდებს, რომ არ აღიარონ შედეგები და საპროტესტო აქციები და დაუმორჩილებლობა დაიწყონ. ახლა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი სწორედ მსჯელობს სამომავლო გეგმებზე და ამიტომაც გეკითხებით თქვენი კომენტარი საინტერესო იქნება. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოწოდება რაღაცა ქმედებების და ვითარების ესკალირებისკენ და დაძაბვისკენ არ არის პოზიტიური და არ ეხმარება ამ ქვეყანაში გარემოს. არჩევნები უნდა იყოს უფრო პირიქით მასტაბილურებელი ფაქტორი და არა რაღაცა ახალი ვნებათა ღელვის გამოწვევის ფაქტორი. წესით და რიგით მე მესმის, რომ ამ არჩევნებში და ჩვენ საუბრობთ სწორედ იმ ძალიან სერიოზულ დარღვევებზე და პრობლემებზე, რაც ახლდა ამ არჩევნებსთან და ბუნებრივია ეს წუხილები აქვს ალბათ ოპოზიციასაც, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში სამართლებრივი გზებით მოხდეს ამ წუხილების წარმართვა. ამას რა თქმა უნდა ასევე სჭირდება ის, რომ როდესაც ვსაუბრობთ სამართლებრივ რეაგირებაზე, შესაბამისი ორგანოები, იქნება ეს საარჩევნო ადმინისტრაცია თუ სამართალდამცავი უწყებები, იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და მიუკერძოებლად განიხილონ თითოეული საკითხი, რომელზეც მათთან საჩივარი შევა და რომელზეც მათთან სამართლებრივი რომელზეც მათ მიმართავენ სამართლებრივი რეაგირებისთვის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ზოგიერთი ის ტენდენცია გაგრძელდა, რასაც ჩვენ ხედავთ, შეიძლება ამ საჩივრების განხილვასაც და ამ პროცესსაც დაეკარგოს თავისი აზრი. მაგრამ ეხლა აი დაუბრუნდეთ აი ლეგიტიმაციის შეკითხვასაც, არის ორი საკითხი შეგვიძლია გამომიჩნოთ, ლეგიტიმაცია და ლეგიტიმურობა ამ არჩევნების, რა თქმა უნდა, თავად არჩევნები სრულიად ლეგიტიმური არის და ჩვენ ნახეთ გარკვეული შედეგიც და ეს შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ხო? ორი კანდიდატის შედეგები ერთმანეთისგან. ბუნებრივი არის ოღონდ ამ საარჩევნო პროცესზე და ამ შედეგებზე გავლენას მოახდენდა გარკვეულწილად ის მასშტაბური ფაქტები, რომელზეც ჩვენ საუბრობდით წინა საარჩევნო პერიოდში, ეს მოსყიდვას ეხება თუ ზეწოლა მუქარის შემთხვევებს. ცხადია, ძალიან რთული არის ზუსტი აი ამ გავლენის გაზომვა, ასე ვთქვათ, მაგრამ ის რომ ის თუ როგორ არის დაშორებული შედეგები, შეიძლება ამან გვაფიქრებინოს, რომ თუ ამას უშუალო შედეგზე გავლენა ექნებოდა, შეიძლება საბოლოო, ასე ვთქვათ, ქართულად ცოტა რთულია შედეგი არის ორივე სიტყვა, მაგრამ ანუ საბოლოო სურათზე არსებითი გავლენა არ ქონოდა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არჩევნები არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი და აქედან ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც და ყველამ ჩვენ რაღაც დიდი მადლობა. მოვიტანოთ. როდესაც ვსაუბრობთ ლეგიტიმაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის თქმა, რომ პრეზიდენტი არის პრაქტიკულად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდეს ის ქვეყანაში, ის არის პირდაპირ არჩეული პირი და სახელმწიფოს მეთაური და როდესაც ამ არჩევნებს თან ახლავს სერიოზული ხარვეზები და დარღვევები, რომელზეც არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებით საუბრობენ, აი ამ ლეგიტიმაციის ხარისხს თავისთავად ამცირებს ეს და ეს არ არის პოზიტიური ქვეყნისთვის და ეს არ არის პოზიტიური პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს, ეს უნდა ახსოვდეს ხელისუფლებას, როდესაც არჩევნებზე არის საუბარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენს. მიხეილ ბენიძე იყო ჩვენი სტუმარი, დღის ამბები დასრულებულია, ცოტა ხანში თქვენ TV პირველის ახალ ამბებს უყურებთ, ხოლო